მოსალოდნელი ქართული ოცნების მთელი ეს ამბავი, რატომაც დაიწყო ფასებზე გაუთავებლად ლაპარაკი, არის ის ცუდი მოლოდინები, რომელიც უახლოეს თვეებში ფასებთან მიმართებაში არსებობს. ანუ უახლოესი პირველი კვარტლის მანძილზე 2026 წლის მოლოდინი არის, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდებოდა პროგნოზირებად ნიშნულზე ზევით. ეს ნიშნავს, რომ ტარიფები ყველაფერზე და ფასები ყველაფერზე გაიზრდება. შესაბამისად, დენის გადასახადი, რომელიც დამატებითი ფაქტორი იქნებოდა ფასების გასაზრდელად, ეს დამატებითი ფაქტორი გადაავადეს 3 თვით, იმიტომ რომ უკვე ატყობენ, რომ ძალიან სენსიტიურ თემაში შევიდნენ თვითონაც, ეს სპირალი გააქტიურებულია, ამიტომ გადაანაცვლეს. რომ გადაანაცვლეს 3 თვით, რომ შეღავაც ნახავს საქართველოს ყველა მოქალაქე, ეს კარგია. ოღონდ კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს გადავადება იმას, რომ მოლოდინები, ჯერ ხო მძიმეს ვითარება გვაქვს ფასებთან მიმართებაში და მოლოდინები უახლოეს თვეებში არის კიდევ უფრო კატასტროფული ინფლაციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ფისკალურ პოლიტიკას აკეთებენ ოროსნები.